მოგესალმებით. ამოვხსნათ ამოცანა ნომერი 309. ნომერი 309. ასეთი აღნიშნა შემოვიტანოთ პირველი მანქანა x დღეში გალეწავს თლიანს ერთ ნაწილს, ანუ თლიან სამუშაოს ასრულებს x დღეში. მეორე y დღეში. ეს სიდიდეები შემოვაბრუნოთ, შეიძლება დაგვჭირდეს ერთი შეფარდებული x-თან აჩვენებს თუ ერთ დღეში რა ნაწილს შეასრულებს, ერთ დღეში აი ეს სიდიდე მოbrunდა. ერთი შეფარდებული y-თან გვაჩვენებს ერთ დღეში რა ნაწილს ასრულებს მეორე მანქანა. ამოცანის პირობით 4 დღეში ორივე მთლიან სამუშაოს ასრულებს. პირველი 4 დღეში გააკეთებს 4-ჯერ ერთი შეფარდებული x-თან. მეორე 4 დღეში გააკეთებს 4-ჯერ ერთი შეფარდებული y-თან. ორივე ერთად 4 დღეში გააკეთებს აი ამ გამოსახულების შესაბამის ნიშნულობა. ანუ ეს ტოლია თლიანი ერთი ნაწილის 4 დღეში ვიცით რომ თლიანად ამთავრებს. თუ ერთი მათგანი გალეწავს მთელი თავთავის ნახევარს, ანუ 1/2 ნაწილს გააკეთებს. აი დავაკვირდეთ, პირველი ერთ ნაწილს, ანუ მთლიან საქმეს აკეთებს x დღეში და 1/2-ს გააკეთებს 1/2 გამრავლებული x-ზე. 1/2 გამრავლებული x-ზე. მეორე დარჩენილ ნაწილს, ანუ მეორე ნახევარს გააკეთებს 1/2 გამრავლებული y-ზე. ორივეს დაჭირდება აი ეს დრო. ამოცანით ვიცით რომ ეს დრო არის 9 დღის ტოლი. იმედია ამ სისტემის ამოხსნა არ გაგიჭირდებათ. ამოვხსნათ ამოცანა 310. აღნიშნოთ ადამ ბემდე მანძილი, ვთქვათ ადამ ბემდე 60 კილომეტრი. აი ეს თქვათ პირველი ასე მიდის ამ მიმართულებით, მეორე ამ მიმართულებით. პირველი სიჩქარე აღნიშნოთ. აი ამ პირველი ავტომანქანის სიჩქარე აღნიშნოთ x კილომეტრი/საათი. მეორესი აღნიშნოთ y კილომეტრი/საათი. თქვათ დაწევა მოხდა აი რაღაც ეს მანძილზე. აი ეს მანძილი ესი აღნიშნოთ y კილომეტრით. აი აქ დაეწია. მაშინ პირველის დრო აი აქ დახარჯული დრო იქნება t y გავყოთ x-ზე. აი ამ დროს დახარჯავს. მეორე აი აქ მოსლამდე მეორე გაივლის s უდრის 60 პლუს y. ანუ ამ 60 ვამატებთ აი ამ მანძილს y-ს. 60 პლუს y კილომეტრი. დრო აქტოლი იქნება, მანძილი გავყოთ სიჩქარეზე y-ზე. ანუ 60 პლუს y გავყოთ y-ზე. აი ეს დრო დაჭირდება აი აქ მოსვლას.
ამოცანა გვეუბნება, რომ ერთდროულად გავიდნენ ერთი და იგივე მიმართულებით. ანუ ეს დროები ტოლი იქნება y შეფარდებული x-თან, ტოლია 60 პლუს y შეფარდებული y-თან. ახლა მეორე პირობა. თუ ადან გამოსული ავტომობილის სიჩქარე 10-ით გადიდდება. ანუ თავიდან უნდა დავხაზოთ აი ეს ყველაფერი. ოკასა დაკავდა. ეს A, ეს B. ადან გამოსული სიჩქარე გადიდდება 10 კმ/სთ. ანუ აქ V იქნება y პლუს 10 კმ/სთ. B-დან გამოსული 8. აი აქ სიჩქარე V გვექნება x პლუს 8 კმ/სთ. მაშინ დაწევა იმავე ადგილზე მოხდება, ანუ აი აქ ეს ისევ აქ ტოლია y კილომეტრის. ესი თუ y კილომეტრია, V ვიცით რომ x პლუს 8, აქ დახარჯული დრო, B-დან გამოსული ავტომობილის დახარჯული დრო t ტოლი იქნება y გაყოფილი x პლუს 8-ზე. ხოლო ადან გამოსული ავტომობილის გავლილი მანძილი, აქ ეს მანძილი, გავლილი მანძილი, ესი ტოლი იქნება ისევ 60 პლუს y-ის. ხოლო დრო ტოლი იქნება 60 პლუს y შეფარდებული y პლუს 10-თან. საათი. აქ ახლა დროები აღარაა ტოლი, მაგრამ გვეუბნება რომ პირველი დაეწევა იმავე ადგილას, თანაც 1 საათით ადრე. ადრე თუ ამ დაწევაზე იხარჯებოდა y შეფარდებული x-თან, ეხლა იხარჯება y შეფარდებული x პლუს 8-თან. ან 60 პლუს y შეფარდებული 60 პლუს y შეფარდებული y პლუს 10-თან. 1 საათით ადრე, ანუ ეს დრო, აი ეს დროები 1 საათით ნაკლებია აი ამ დროზე. ანუ აქედან რომელიმეს თუ დავუმატებთ 1 საათს, შეგვიძლია გავუტოლოთ y შეფარდებული x. ანუ y შეფარდებული x-თან უდრის y შეფარდებული x პლუს 8-თან პლუს 1. ეს და ეს ტოლია, ამ ნიშნავს ესენი ტოლია. იმედია ამ სისტემას თქვენ ამოხსნით. მადლობთ ყურადღებისთვის.